თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელობა საიას თავმჯდომარესა და იურისტებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში გამართულ დისკუსიას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც დაესწრნენ. საუბრის მთავარი თემა ის პრობლემები იყო, რომლებიც ფონდის ბოლო წლების საქმიანობის დროს დაყრდნობა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. Ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ გავიგოთ, რა შეა გამოსავალი, რა გზები არსებობს, რომ ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ, და სამომავლოდ რეალურად ფონდმა იმუშაოს ისე და იმ ფორმით, იმ მიმართულებით, რომელიც რეალურად სასკეთად წაადგება ქალაქს. ფონდი იყო კორუფციული ჭაობი, იყო შავი ჯიბე თბილისის მერის და ყველაფერი უკეთურება ხდებოდა ხოლმე აქ, გადარიცხვები, გადმორიცხვები, ფულის კეთება და ასე შემდეგ და ძალიან მისასალმებელია, მეტად მისასალმებელია, რომ სწორედ ასე იწყებს თბილისის განვითარების ფონდის ახალი ხელმძღვანელობა თავის საქმიანობას. ჩვენ უკვე მოვიწვიეთ ყველა დონის მაკონტროლებელი, აბსოლუტურად. ყველა მასალა ფონდიდან გატანილია. ჩვენ გვინდა გავემიჯნოთ წარსულს, როგორ ვალდებულებებს არა. ფირმებიც მიიღებენ, ვინც კეთილსინდისია დასრულებს თავის მოვალეობას, თავის თანხებს, მოსახლეობა თანდათან მიიღებს შეპირებულ წლობით ბინებს, ხოლო მომავალში ყველა ახალი პროექტი იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაში ჩაწერილი.